მოგესალმებით, თქვენ უყურებთ აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს, მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ. ამ წუთებში ვიმყოფებით ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცოტა ხნის წინ გასროლის ხმა იყო, როგორც თვითმხილველები პირად საუბრებში ამბობენ. აქ ამ ტერიტორიაზე ეს არის შემთხვევის ადგილი, რამდენჯერმე გაისროლეს. წინასწარი ინფორმაციით გვაქვს შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაჭრილი არის ერთი პირი. ამ წუთებში ეს ტერიტორია შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული არის სპეციალური ლენტით და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, როგორც თქვენ კადრში ხედავთ, აქ როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე ექსპერტ კრიმინალისტებიც იმყოფებიან. რამდენიმე ეკიპაჟი არის ამ ტერიტორიაზე და თქვენ კადრში ხედავთ შემთხვევის ადგილს. ტერიტორიაზე არის ასევე სისხლის კვალიც და ეს ტერიტორია, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, არის შემოსაზღვრული და გარეშე პირებს გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევა, ვინაიდან ჯერ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რთულია ასეთ დროს კომენტარების მოპოვება, დამატებითი ინფორმაციის მიღება, თუმცა რაც ვიცით, ვიდრე პირდაპირ ეთერს დავიწყებდით, თვითმხილველებმა ადგილზე გვითხრეს პირად საუბრებში, რომ დაჭრილი არის ერთი პირი, რომლის გადაყვანაც მოხდა სამედიცინო დაწესებულებაში. ჯერჯერობით არ ვიცით ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია, მათ შორის არ ვიცით დაპირისპირების მოტივი რა იყო, რა უძღოდა ამ ინციდენტს წინ და მათ შორის არ გვაქვს ინფორმაცია, არის თუ არა დაკავებული ის პირი, ვინც გაისროლა შემთხვევის ადგილზე. მე მაინც შევეცდები, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები გაურბიან ჩართულ კამერას, მაინც შევეცდები დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ადგილზე მყოფები პირების მხრიდან. მოგესალმებით, შეგიძლიათ გითხრათ რა მოხდა? იგივე ჯეკის სერიალ ვუყურებდი და სერიალის ყურებაში იგი იყო სროლა ვერც მივხვდი, მე მეგონა მაშხალა არის რაღაცა. ხო და რო გამევედი და ხალხი იყო, იქ არ ვერც მივედი, არ ვიცი არაფერი. მანამდე ჩხუბის ხმა ხო არ გაგიგია? ვაფშე საერთოდ არაფერი. იგივე სალონში ყოლია ცოლშვილი მოყვანილი, მაგ იდგა ეტყობა, ასე თქვეს. მაგიც არ დამინახია მე. არ ვიცი. და გადაიყვანეს დაჭრილი უკვე სასწრაფო იყო ადგილზე მოსული. კი, იყო მოსული, წაიყვანა. კონტაქტური იყო წინ. არ ვიცი, ვერ გეტყვი ვერაფერს, გჯერავს, არ ვიცი. შოქში ჩავარდი, ამივარდა ტირილი შიშისგან იქეთ-აქეთ და არ ვიცი არაფერი. რას ნიშნავს, როცა ასე დღისით ასეთი ფაქტები ხდება ქალაქის შუაგულში? რა ვთქვა, რა ვიცი, მე შეშინებული ვარ ძალიან შეშინებული. და არიცით კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ რას ამბობენ, რამ გამოიწვია? არ ვიცი არაფერი. 60 წლის ქალი ვარ, პირველად შევესწარი ასეთ რაღაცას. არ ვიცი. დააკავეს ის პირი თუ იცით, ვინც გაისროლა? არ ვიცი, ახლა წამლები და მალევიეს და ვზივარ აგერ. არ გავსულ ვარ გარეთ. თქვენს ობიექტს კამერა აქვს, აქ სათვალთვალო? არა აქვს კამერა. გასაგებია, მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის. თქვენ შეგიძლიათ ბატონო გითხრათ რამე რა მოხდა, რა გაიგეთ? ახლა მოვედი. გასაგებია, მადლობა, როგორც ქალბატონმა გითხრა, ამ ტერიტორიაზე აქვს სავაჭრო ობიექტი და ის არის ფაქტობრივად პირველი თვითმხილველი, ერთ-ერთი პირველი თვითმხილველი, რომელმაც თქვა, რომ ის ადამიანი, ვინც არის დაჭრილი, არის კონტაქტურ მდგომარეობაში, გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ. დაწესებულებაში ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მოხდა. ახლა შეგიძლიათ გითხრათ რა მოხდა? ვიშლით მუშაობაში, ძალიან გთხოვთ. მე ვარ პოლიციის თანამშრომელი, ძალიან გთხოვთ, აი აქედან იმუშავე. დაკავებულია ის პირი, ვინც გაისროლა. ამის აქეთ არ გადმოგზავნდეთ. არ გადმოვდივართ, უბრალოდ საზოგადოების ინფორმირება უნდა მოახდინოთ. გაიზარდა ის პერიმეტრი, შემოსაზღვროს უფრო მეტი ტერიტორია და უკვე
შიდა ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა არ გვეძლევა მაყურებლისთვის განმარტავ, რომ ვიმყოფებით ბათუმში, სევერიან აჭარელის ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის ეგრეთ წოდებული ბონის დასახლება, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, მაყურებლისთვის განმარტავ და ვაჩვენებ კადრში. აღსაქმელი რო იყოს მარტივად, სად მოხდა ეს შემთხვევა, აქ არის ცენტრალური ბაზარი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ეს შემთხვევა. ბონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაც არის ეს, წრიულთან ახლოს დაფიქსირდა ეს შემთხვევა. მოდი ვკითხოთ სხვებსაც რა გაიგეს. შეგიძლიათ გითხრათ რა გაიგეთ? მე აგერ კავკასიის ბიზნეს სკოლაში მუშაობ. ტელევიზორს უყურებდი, კალაღბურთი გადიოდა და გევიგონე ტყვის ხმა 5-7-8 თვია რო გავარდა და მოვწმინდი და დავხვდა ამფერი ამბავი. ეგრე ჩვენთან მოცეკვავები არა, შიშიგა ბაღნება წერილი დაიწყენ. კაი და ბავშვი ვიღაცა ვინ იყო რა იყო ეს რო ყველა იძახენ არ ვიცი და გეიქცა და всё ამფერი ამბავი ნახევარი საათის ამბავია ეს აგერ ცოლი და ბავშვი აგერ სალონი ხომ აგერ ახლა რომელიც იკელდება ახლა და კაცი ეგერ გვერდით უცდირა და მოხდა ამფერი ამბავია. კაცი დაშიგნენ, 8 ჭრილობა მიაყენენ ფეხებში, მუცაში, კისერში და რა ვიცი, აგერ წეიყვანენ ახლა ბონის სამწყობოში. როგორაა და ვინა რაიზა ესროლერ მიზეზი კაცმა არიციან. ანუ ის ვინც დაჭრა, აქვე იმყოფებოდა, სალონში ელოდებოდა. მე მეტი ასე დავხვდა ამბავი და всё მეტი არაფერი. და всё. კონტაქტური იყო ის ადგილზე, როცა წაიყვანა. არა, სკორი მევიდა წეიყვანენ და всё. ჯერ მევიდა პოლიცია, მერე სკორი. ჩასვენ საწოდაი მანქანაში უკვე სიცხლის მოდიოდა პირიდან. მე რა ვიცი. ვინც გაისროლა და სავარაუდოდ დამნაშავე, ვინც არის ბრალდებული, გაიქცა ტერიტორიიდან. და არაფერი მაი კითხე და გეპატურე შეჩემ, რაც მომხდარ ამბავზე დავხვდა ამფერი ამბავი, всё, მეტი არაფერი არ ვიცი. გასაგებია, მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან სამწუხაროა, რაღაცა 1000 ბავშვი მიდის, მაგრამ და ვიწყა ბავშვი მოხდენო და ამფერები არიან თავისუფლებაზე. ეს ამფერებს უნდა მიაქციონ ხო რა თქმა უნდა. რას ნიშნავს, როცა დღისით ქალაქის ცენტრში ხდება ასეთი შემთხვევა? რას ნიშნავს და არ ადამიანობა და არა კაცობა, რა უნდა ნიშნავდეს? მე არ ამფერ ადამიანს, რა უნდა დაარქვა, მე არ ვიცი, ამფერია და. რაზე მეტყველებს ასეთი მე შემთხვევები? რა ვიცი, ჩემოძამა რა ვიცი, რაზე მეტყველებს, ამფერებია და. ის რომ დაუცველი გარემო არ არის, არ რეაგირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთ შემთხვევებზე და უკვე სიახლე აღარ არის ხომ ასეთი შემთხვევები? რაც ვიღაცა ვიწყა მაიმუნმა ესროლა, გეიქცა, ვინ არაა კაცმა არის, არ ვიცი. მე ვერაფერს ვერ გეტყვი ჩემოძამა. ძალიან გვინა ვიცოდეთ ვინ იყო რა იყო, მაგრამ ჯერ აფერი არის. მათ შორის არ ვიცით მომხდარის მოტივი რა არის. შემთხვევით რაკიძე დავხვდა ამფერი ამბავი. всё, მეტი არაფერი. როცა იყვანეს საწოდავი პირიდან სისტემი ბონის სამწყობოში წაიყვანეს. აღა თავარია მე გადაარჩეს. მაგრამ ხო ეცოდინება ვინ იყო რა იყო, ხო დაინახა და უჩინ მაშინის გუდი ხო არ ეხურა მე რა ვიცი და. მეტი არაფერი ჩემოძამა. გასაგებია, მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა კიდევ ერთ-ერთმა სავარაუდო თვითმხილველმა, რომელმაც აღწერა ის პროცესი, რა ხდებოდა რამდენიმე წუთის წინ ამ ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს არის ადამიანი დაჭრილი, გადაყვანილი საავადმყოფოში და ჯერჯერობით არ ვიცით განახლებული ინფორმაცია თუ რა მოხდა. სავარაუდოდ ის ადამიანი, ვინც დაჭრეს, წინასწარი ცნობებით ვიცით ის, რომ იმყოფებოდა მისი ოჯახის წევრი იმყოფებოდა სალონში, სილამაზის სალონში და ის გარე ტერიტორიაზე ელოდებოდა. სავარაუდოდ ის იყო მეუღლე მისი, რომელსაც ელოდებოდა გარე ტერიტორიაზე და სწორედ ამ დროს მოხდა ეს შემთხვევა, თუმცა ჯერჯერობით არა გვაქვს ცნობები იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ეს შემთხვევა. აქ ხედავთ, რომ პოლიციელები ადგილზე იმყოფებიან, თუმცა როგორც წესი ისინი საზოგადოების ინფორმირებას ასეთ დროს არ ცდილობენ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გვეტყვით რა მოხდა. საზოგადოების ინფორმირება ხომ უნდა მოვახდინოთ ასეთ დროს, წინასწარი ცნობები. ასეთი არის ვითარება ახლა ამ ტერიტორიაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ტროტუარი უკვე შემოისაზღვრა სპეციალური ლენტით
და ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების რაოდენობა თანდათან იზრდება, რამდენიმე ეკიპაჟი არის უკვე ამ ტერიტორიაზე. ჩვენ კადრში ვხედავთ, რომ აქ არიან ასევე პოლიციის მაღალჩინოსნები, თუმცა ისინი არ ცდილობენ, რომ განმარტონ წინასწარი ცნობები რა ხდება, რა მოხდა რეალურად. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვეღრდნობით, არის თვითმხილველების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ეს არის ის ადგილი, შემთხვევის ადგილი, სადაც ეს ფაქტი მოხდა. ადგილზე ამ დრომდე არის სისხლის კვალი და ცოტა ხანში უნდა დაიწყოს უკვე ექსპერტიზა. ჩვენ კადრში ვხედავთ უკვე სპეციალისტებს ექსპერტიზის ბიუროდან, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან მომხდარის ვითარებას. ჯერჯერობით არც იმის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, თუ არის თუ არა დაკავებული ის პირი, ვინც გაისროლა, ანუ დაჭრაში ბრალდებული. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არავის გააჩნია, რომ მაყურებელს მივაწოდოთ განახლებული ცნობები. ერთადერთი, რაც შემიძლია ახლა გავიმეორო კიდევ ერთხელ მაყურებლისთვის, ვინც ახლა შემოგვიერთდა, ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა გასროლა. დაჭრილი არის ერთი პირი, რომელიც გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. აქვე რამდენიმე მეტრში მდებარეობს ეს სამედიცინო დაწესებულება. ჯერჯერობით არ ვიცით განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი არის ამ პირის ჩამრთელობის მდგომარეობა. თვითმხილველთა მონათხრობიდან ირკვევა, რომ დაახლოებით 12-მდე გასროლა მოხდა. ბოდიში უпростоრად რამდენიმე გასროლა მოხდა ამ ტერიტორიაზე და რაც დაინახეს თვითმხილველებმა, იყო სიცხლის გუბეში აღმოჩენილი ადამიანი ძირს დავარდნილი და ითხოვდა შველას. თუმცა ამ ადამიანებმა ერთადერთი რაც შეძლეს, ის არის ის, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს ეს პირი. ჩვენ ცხადია დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამდენიმე წუთია რაც ველოდებით დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ ტერიტორიაზე. ოფიციალური ინფორმაციის მოლოდინის რეჟიმში ვართ და თუ მივიღებთ ამ პირდაპირ ჩართვისას რაიმე დამატებით ინფორმაციას, ცხადია მაყურებელს ამის შესახებ ეცოდინება პირდაპირ ეთერში. ცოტა ხნის წინ ჩვენ გავესაუბრებთ ასევე თვითმხილველებს, რომლებმაც გაიხსენეს თუ რა მოხდა ამ ტერიტორიაზე. თქვეს ის, რომ რამდენჯერმე გასროლის ხმა გაისმა, მათ შორის ერთ-ერთი ჩავწერეთ ჩვენ სკოლის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც თქვა, რომ იმდენად მაღალი ხმა იყო სროლის, რომ ბავშვები შეშინდნენ და ტირილი დაიწყეს. აქ არიან ხედავთ როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, თუმცა ისინი არ საუბრობენ თუ რა მოხდა ამ ადგილზე. საზოგადოებას არ აწვდიან დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოხდა. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ამ ტერიტორიაზე არის ასევე სათვალთვალო კამერებიც. ერთი ასეთი კამერა ვხედავთ ახლა არის გარეგანათების ბოძზე. ასევე ეს ადგილი არის ფაქტობრივად ცენტრალური მაგისტრალი, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია და სავარაუდოდ უფრო მეტი კამერა იქნება აქ დამაგრებული და არ გაჭირდება იმის ნახვა, თუ რა მოხდა. შეგიძლიათ თქვა ჩვენოთ, კადრებს ნახულობთ ხო? გაიქცა ის ადამიანი, ვინც გაისროლა. შეგიძლიათ თქვა ჩვენოთ ჩვენც ეს კადრები, რასაც თქვენ ნახულობთ ახლა. პირდაპირ ეთერში ვართ და გვინდა რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ. ჩვენც ვერ ყვევით, ბატონო, მეტი როგორ გითხრათ? ჯერჯერობით არ არის დაკავებული ის პირი.
ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, როგორც ხედავთ, ტრადიციის ამებრ ასეთ დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ცდილობს, რომ საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს დროულად, რადგან ადამიანებს აინტერესებთ, ასეთ დროს არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რა მოხდა და აინტერესებთ მათ გაიგონ თუ რას უკავშირდება ეს შემთხვევა. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, კითხვებზე პასუხებს ვერ ვღებულობთ, ერთადერთი რასაც ვახერხებთ, საზოგადოებას თვითმხილველებზე დაყრდნობით მოუყვეთ ამბები, რაც ხდება მიმდებარე ტერიტორიაზე. აი ხედავთ, აქ არიან ექსპერტ კრიმინალისტები ახლა და მომხდარის დეტალებს ადგილზე არკვევენ. მე მაყურებელს შევახსენებ, ვინც ახლა გვიყურებს, გთხოვთ, რომ იქნებ უკაცრავად ლენტის გარეთ ვარ და ხელს არ გიშლით, მე მგონი ამას ხედავთ. მე მაყურებელს შევახსენებ, ვინც ახლა გვიყურებს, შეგიძლიათ გააზიაროთ პირდაპირ ეთერი, რათა დაგვეხმაროთ იმაში, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა თუ რა ხდება მათ გარშემო. ჩვენ დიდი აუდიტორია გვეხმარება იმაში, რომ ვიყოთ უფრო ოპერატიულები და ჩვენს მიერ გაშუქებული მასალები მიწუდეს გაცილებით დიდ აუდიტორიას. აჭარა ტაიმსი არის მედია საშუალება, რომელიც ამბებს იძიებს და სწრაფად ავრცელებს და ასეთ ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას მომხდარ მოვლენებზე. ვინც ახლა გვიერთდება, გეტყვით კიდევ ერთხელ განმეორდები, რადგან კომენტარებში კითხულობთ, ჩვენ ვიმყოფებით ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩაზე, ნომერი 61, სადაც ეს შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ. რამდენჯერმე გაისროლა ერთმა პირმა სავარაუდოდ და ასევე დაჭრილი არის ერთი პირი, რომელიც ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და როგორც თვითმხილველები ამბობენ, სავარაუდოდ ეს კაცი ელოდებოდა მეუღლეს, რომელიც იყო სილამაზის სალონში შესული. და ლოდინის რეჟიმში იყო ის გარეთ ტროტუარზე, რა დროსაც მას რამდენჯერმე ესროლეს. მათ შორის აქ არის ერთ-ერთი კერძო სკოლა, რომლის დაცვის თანამშრომელმაც თქვა, რომ გასროლის ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მოშორებითაც კი ისმოდა ამის ხმა და ბავშვები შეშინდნენ სკოლაში, დაიწყეს ტირილი, რადგან ვერ გაიგეს რა მოხდა რეალურად. ადგილზე მოსულს დაცვის თანამშრომელს კი დახვდა ადამიანი ძირს დაგდებული სისხლის გუბეში, რომელიც ითხოვდა შველას და ის მოგვიანებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ახლო მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით არა გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი არის ამ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენ ცხადია ველოდებით სამედიცინო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოწოდებაც, ასევე პარალელურ რეჟიმში ჩვენ ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოფიციალურ დადასტურებას, ასევე საქმის გამოძიების მუხლების შესახებ ცნობების მოწოდებას, თუ ჩვენ დააგვიკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცხადია პირდაპირ ეთერში მოგაწვდით დამატებით განახლებულ ცნობებს. აი თქვენ ახლა კადრში ხედავთ პოლიციელები, ექსპერტ კრიმინალისტები სწავლობენ მომხდარის მიზეზებს, ასურათებენ ამ ტერიტორიას. სხვათა შორის აქ ახლა შევნიშნე ვაზნებიც არის ადგილზე, მე შევეცდები გაჩვენოთ უფრო ახლო კადრით, აი კი. აი რამდენიმე ვაზნა არის ადგილზე. ანუ ამით ის დასტურდება, რომ ცეცხლსაზროლი იარაღით მოხდა
გასროლა. გადაიცი. უკაცრავად ჩვენ ვართ არ გიშლით ხელს ლენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვართ. ლენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვართ არ გიშლით ხელს მე მგონი. კადრების დაფიქსირება თქვენ რაში გიშლით? ძალიან გთხოვთ. ცოტა აი 5 მეტრი უკან დაიხიეთ და ანუ ხელს რაში გიშლით? შეგიძლიათ გითხრათ? გვიშლი მოძრაობაში უშლით მოქალაქეებსაც და ჩვენს. აი აქ იყავით. თქვენ უფრო ახლა ხელს უშლით სხვებს. თქვენი ასეთი დამოკიდებულება. აი იქედან მიბძანით და იქედან გადაიგდო. ბატონო, მე თქვენ არ გიშლით ხელს. მე ვცდილობთ არ ვუშლი ხელს, მე შემოსაზღვრულ ტერიტორიაში არ შემოვდივარ და მიმდებარე ტერიტორიიდან ვცდილობ კადრების აღებას. უბრალოდ თქვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ კადრში მოხვდა ვაზნები, რომლებსაც მაყურებელი ახლა პრინციპში კიდევ ერთხელ ხედავს ადგილზე. აი უკვე დაალაგეს, მონიშნეს თუ სად რამდენი ვაზნა არის. აქ არის 2 ვაზნა, აქ არის 1, აი აქ არის 3 და 4 და კიდევ ერთი მონიშნო არის, აქ არის 5 ვაზნა. საკმაოდ ბევრჯერ ისროლა, როგორც ჩანს, აღნიშნულმა პირმა. თქვენ ცოტა ხნის წინ გაჩვენეთ ასევე ახლო ხედით ვაზნები. გასროლის შედეგად რაც დარჩა ადგილზე. რაში გიშლით შეგიძლიათ გითხრათ? ლენტის იქეთ არ გადახვიდეთ და ცოტა შორიდან ერთხელ მაინც ყოფილა მცდელობა იმისა, რომ ლენტის შიგნით შევედით. გავიგე, მაგრამ გთხოვთ რომ შეუშლით ხელს, მუშაობენ ექსპერტები. ხო და ამიტომ გეუბნებით, ლენტის შიგნით არასოდეს არ შევსულვართ და რაში გიშლით? ხოვნით და გეუბნებით რომ შეუშლით მე. არ ვუშლით, ბატონო, ეხლა თქვენ უფრო გვიშლით ხელს მუშაობაში, ჩვენც მუშაობთ. შეგიძლიათ გითხრათ რაში გიშლით ხელს? რა ხელს თუ გიშლით მუშაობაში გადავ. მე შემიძლია განმარტო და თქვენც შეგიძლიათ განმარტოთ. რატომ? რაში გიშლით ხელს? რაში გიშლით ხელს კითხვას ვამ და მიპასუხეთ. თუ თქვენი უფროსის მითითებას უნდა დაემორჩილოთ ასე. აი თქვენ ხედავთ პირდაპირ ეთერში ვიმყოფებით და თვალს ადევნებთ. ჩვენ პოლიციელებს არ ვუშლით საგამოძიებო ღონისძიებებში ხელს, ვიმყოფებით შემოსაზღვრული ტერიტორიიდან მოშორებით, ანუ გარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით. ჩვენ არ ქონია ერთხელაც კი მცდელობა იმისა, რომ ამ ლენტის შიგნით შევსულიყავით. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც პოლიციელები ცდილობენ რომ მედიას შეუშალონ გადაღებაში ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ვასრულებთ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას და საზოგადოების ინფორმირებას ვცდილობთ. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთ დროს საზოგადოების ინფორმირებას არ ცდილობს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ისინი გვევლინებიან იმაში, რომ პირიქით აქეთ გვიშლიან ხელს მუშაობაში და მარტო თვითონ ფიქრობენ, რომ მათი ვალდებულება არის, რომ თვითონ ასრულებენ მხოლოდ პროფესიულ მოვალეობას. რაში შეგიშალეთ ხელი ბატონო, შეგიძლიათ გითხრათ? ბატონო, არანაირი სურვილი არ გვაქვს ჯერ რომ აქ რას ვაკეთებთ ის საჯაროდ გამოვიდეს. გვადროვეთ გამოძიება. რაში შეიძლება შეგიშალოთ ხელი? ყველაფერში გამოძიება. კვლელობა ახსენეთ, მოკვდა ის ადამიანი. რატომ ახსენეთ სიტყვა მკვლელობა? საინტერესო რეპლიკა ისროლა ამ ადამიანმა. თქვა რომ კვლელობა მოხდა, თუმცა ჩვენ ამის შესახებ ოფიციალური დასტური ჯერჯერობით არ აქვს, წინასწარი ცნობების მიხედვით
ეს არის მხოლოდ დაჭრის შემთხვევა. ჩვენ ველოდებით განახლებულ ინფორმაციას უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რათა ჩვენს აუდიტორიას მივაწვდინოთ განახლებული ინფორმაცია თუ რა ხდება ამ ფაქტზე. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა ეს შემთხვევა. რამდენჯერმე იყო გასროლის ხმა, როგორც გვითხრეს თვითმხილველებმა და უფრო მეტი ტერიტორია შემოსაზღვრეთ, რომ უფრო მოშორებით გავიდე, ხო? რაში შეგიშალეთ ხელი, მაინც ერთხელ შეგიძლიათ გითხრათ? აი ხედავთ ჩემი განეიტრალების, ასე ვთქვათ, ოპერაცია ჩაატარეს და ფაქტობრივად მიუხედავად იმისა, რომ არავის უშლიდი ხელს, ცენტრალური მაგისტრალიც კი ჩაკეტეს, შეზღუდეს მოძრაობა და გაცილებით უფრო დიდ ტერიტორიაზე, მოშორებით ტერიტორიაზე აღმოჩნდი მე და რიგითმა პოლიციელებმა უფროსის დავალება შეასრულეს და შემთხვევის ადგილიდან მოშორებით გამიყვანეს. თუმცა ჩვენ მაინც შევძელით საზოგადოების პირველადი ინფორმირება, როგორც თვითმხილველების მოსაზრებები მოგასმენინეთ, ასევე გაჩვენეთ თუ რა ხდებოდა ადგილზე და ჩვენ ახლა ისხა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ადგილზე მიმდინარე მოვლენებს, პარალელურად დაველოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვნახოთ რა სიტყვიან ისინი. ველოდებით თუ იქნება რაიმე ტიპის ცვლილება ამ საქმეზე, ჩვენ ცხადია დამატებით ცნობებს აუცილებლად მოგაწვდით. პრინციპში ახლა შეგვიძლია აქ არის ასევე დასახლება, იქნებ აქ ამ ცხოვრებლებმა რაიმე ტიპის ინფორმაცია მოგვაწოდონ თუ რა გაიგეს ამ შემთხვევის შესახებ. აქ არის ძაღლი უკაცრავად ბოდიში ვერ შევალ. როგორც ჩანს ყველა გზა გადაკეტილი გვაქვს იმისა, რომ რაღაც დამატებითი ტიპის ინფორმაცია მოვიპოვოთ. თუმცა მაინც შევძელით აი აქვე ამ ჯიხურში დასაქმებული ადამიანის მოსაზრების მოსმენა და როგორც თავად თქვა, გასროლის ხმა გაიგო, რამდენიმე გასროლის ხმა. დაჭრილი იყო ერთი კაცი, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფება ადგილზე, მათ შორის ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქ არიან. მიმდინარეობს მომხდარი ტერიტორიის გამოკვლევა, რათა დადგინდეს თუ რა მოხდა რეალურად ამ ტერიტორიაზე, მათ შორის ვიდეო კამერების კადრების ამოღებაც მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერშიც კი ქონდა მცდელობა იმისა, რომ გვენახა მაგალითად პოლიციელები მობილურში უყურებდნენ შემთხვევის ამსახველ კადრებს, რომელიც ჩვენ არ გვაჩვენეს, თუმცა ისინი ეცნობოდნენ უკვე მომხდარის ამსახველ ფაქტებს. ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ, ვნახოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო რა ტიპის ინფორმაციას მოგვაწვდის ამ საქმეზე. ჩვენ წუთი-წუთს წესით უნდა მივიღოთ განახლებული ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ნახევარ საათზე მეტი არაც ველოდებით უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია კითხვებზე.
ადგილზე მათ შორის რჩება ნატყვიარებიც, ვაზნებიც, რომლებსაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ, რომ ასურათებენ. რამდენიმე გასროლა იყო, 10-ზე მეტი ტყვია არის, თუ არ ვცდები ადგილზე, ამაზე საუბრობდნენ თვითმხილველებიც. ვინც ახლა გვიყურებს, შეგიძლიათ რომ გადააზიაროთ პირდაპირ ეთერი, რათა მოგცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ რაც შეიძლება დიდ აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა იმის შესახებ, თუ რა ხდება მათ გარშემო. გარდა ამისა, თქვენ ამით გვეხმარებით იმაში, რომ ჩვენი აუდიტორია უფრო გაფართოვდეს და შემდგომში ამბების ოპერატიულად გავრცელებაში თქვენ ამით შეგვიწყობთ ხელს. თუ გინდათ რომ იყოთ მუდმივად სიახლეების მოვლენების ეპიცენტრში და ინფორმაციებს უწყვეტ რეჟიმში ოპერატიულად იღებდეთ, ამისთვის თქვენი წვლილიც შეგიძლიათ შეიტანოთ ამ საქმეში და გააზიაროთ პირდაპირ ეთერი და დაგვეხმაროთ აუდიტორიის შეკრებაში. მოდი მე შევეცდებით ცოტა ახლო კადრი მოვიტანო, რათა უფრო ხმადი რომ იყოს თქვენთვის თუ რა ხდება მიმდებარე ტერიტორიაზე. ნატყვიარი ტერიტორიების დასურათება შესწავლა ხდება, რასაც მე ახლა შორიდან ხედავ. ათზე მეტი ტყვია ვაზნა არის ადგილზე, შემთხვევის ადგილზე, რაც ჩვენ დავინახეთ, რისი დანახვაც მოვასწარით, ვიდრე ჩვენ უკვე ტერიტორიიდან არ განგვარიდებდნენ. და მთავარი კითხვა რაც არის, რა არის მოტივი გასროლის, ადამიანის დაჭრის, ამის შესახებ კითხვა ჯერჯერობით არის პასუხგაუცემელი, რადგან ჩვენ არ ვიცით რა მოხდა, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს შემთხვევა. სალონი, სადაც ეს ადამიანი იმყოფებოდა და რომელსაც ელოდებოდა, უკვე დაკეტილი არის. სალონმა ფუნქციონირება შეწყვიტა სავარაუდოდ საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე. თუმცა საინტერესო გარემოება არის ისიც, რომ არის აქვე ამ შემთხვევის ადგილიდან წინ არის ერთ-ერთი ობიექტი, რომელსაც არ გააჩნია სათვალთვალო კამერები, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც არის რამდენიმე კამერა და სავარაუდოდ მაინც მოხერხდებოდა ის, რომ დაეფიქსირებინა რომელიმე კამერას იმ ადამიანის ვინაობა, ვინც გაისროლა მიმდებარე ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ იმ ადამიანებისთვის გავიმეორებ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, ეგრეთ წოდებული ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მოხდა დაახლოებით 1 საათის წინ გასროლა, რამდენჯერმე გაისროლეს ამ ტერიტორიაზე, რომლის შედეგადაც წინასწარი ცნობებით დაჭრილი არის
ერთი პირი ის ადამიანი, კაცი მოთავსებული არის სამედიცინო დაწესებულებაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანა და ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის შესახებ განახლებული ინფორმაცია არ გაგვაჩნია. შეგიძლიათ მითხრათ რაში გიშლით ხელს? აუცილებლად გადავართ თუ შეგიძლია მითხრათ რაში გიშლით ხელს? როცა მოშორებით ვარ შემთხვევისად, სად ხედავთ მოძრაობას ჩაკეტილია? ჩაკეტილი არის. ჩაკეტილი არის. სად ხედავთ რომ მოძრაობა არის? ან რატომ იშლით მეც პროფესიული მოვალეობის შესაძლებლობაში ხელს? მაგას გეუნებით თორე გადმოგ. თქვენც გაახართ გზაზე. მე აგებია. ახლა გადმოხვედით. ახლა გადმოხვედით. ახლა გადმოხვედით თქვენ. კი არ გეუნებით ადამიანო შუა ქუჩაში იდექით და მანქანა არ დაგეჯახოთ. მაგიტომ გადაკეტილი არის გზა. გზა არის გადაკეტილი. სად ხედავთ რომ მოძრაობს ავტომობილი? თქვენც იქ იდექით. თქვენც იქ იდექით. გადმოგწიეთ მეგობარო. ხო ხედავთ განსხვავებას ხო ხედავთ. გეხარ შუა ქუჩაში. როგორმე ჩემივე უსაფრთხოებას მე თვითონ დავიცავ. იმისთვის ვარ თუ უსაფრთხოება დავიცვათ როგორც მგზავრების ისევე მანქანების. აქედან უსაფრთხოებას კი არ იცავ. უსაფრთხოებას კი არ იცავთ. ვცდილობთ რომ მედიას ხელი შეუშალოთ, რომ პროფესიული მოვალეობა არ შეასრულოს. არანაირ სკაუს ხედავთ რომ თქვენ ეს პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მაყურებელიც ხედავს რას აკეთებთ თქვენ და რას ვაკეთებ ჩვენ. აი ასეთი არის დამოკიდებულება მათი მხრიდან. ის რომ ერთის მხრივ არ გვეწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა მოხდა ადგილზე, ჩვენ ცხადია დეტალური ინფორმაციას არ ვითხოვთ ასეთ დროს, ვინაიდან შეუძლებელია ახალ მომხდარ ფაქტზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თუმცა მას შეუძლია რომ პირველადი ცნობები რაც არის, თუნდაც მშრალი ფაქტის შესახებ აუხსნას აუდიტორიას თუ რა მოხდა, თუმცა ამასაც არ აკეთებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ისინი საზოგადოების ინფორმირებით არ არიან დაინტერესებული, უფრო პირიქით მედიას ყოველჯერზე ხელს უშლიან იმაში, რომ პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში შეუშალონ ხელი. მიიჩნევენ, რომ მხოლოდ საქმე მათ აქვთ და სხვების საქმე არ აინტერესებთ და ასეთი დამოკიდებულებით ისინი საქმიანობენ წლების განმავლობაში. ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ გზის ეს მონაკვეთი უკვე ჩაკეტილი არის, სატრანსპორტო მოძრაობა არის შეჩერებული, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტიც ალტერნატიული. ეს არის შემთხვევის ადგილი. ვაზნები არის ამ ტერიტორიაზე, ძირითადად ტროტუარზე და ექსპერტ კრიმინალისტები ახლა ასურათებენ და სწავლობენ თუ რა ტიპის იარაღიდან არის ნასროლი. მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ თუ შეგიძლიათ გააზიარეთ პირდაპირ ეთერი, რათა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება მათ გარშემო. გარდა ამისა, ჩვენ დაგვეხმარეთ აუდიტორიის ზრდაში, რაც გვაძლევს დიდ мотивაციას იმისა, რომ
ყოველდღიურად თქვენთვის ვიმუშაოთ და მოგეწოდოთ განახლებული ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება აჭარაში და მის მუნიციპალიტეტებში. ასევე თქვენ შეგიძლიათ კომენტარების სახით დატოვოთ თქვენი მოსაზრება, რას ფიქრობთ ამ შემთხვევაზე, მათ შორის ასეთ ფაქტებზე, როდესაც ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ უბანში, ცენტრალურ მაგისტრალზე, დღისით ასეთი შემთხვევები, როცა ხდება, რას შეიძლება დავუკავშიროთ ასეთი შემთხვევები, რატომ არის ხშირი კრიმინალური შემთხვევები, თქვენ რა ახსნა გაქვთ, რა შეფასებები გაქვთ, შეგიძლიათ კომენტარის სახით დაგვიწეროთ და ასე ხელს შეუწყობთ საზოგადოებრივი დიალოგისა და დისკუსიის ფორმირებას. ჯერჯერობით არ ვიცი დაჭრილის შესახებ განახლებული ინფორმაცია, თუმცა მათ შორის რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთმა ექსპერტმა რეპლიკის სახით თქვა, რომ მოხდა მკვლელობა, თუმცა ეს ჯერჯერობით არ ვიცით, დადასტურებით ვერ ვიტყვით ამის შესახებ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გვაწვდის განახლებული ინფორმაციას იმის შესახებ, როგორი არის დაჭრილი პირის ჯანმრთელობის შესახებ მდგომარეობა. ამიტომ ჩვენ ძირითადად ვარაუდების დონეზე, თვითმხილველების ნაამბობზე დაყრდნობით შეგვიძლია ინფორმაციის გავრცელება. ჩვენს მიზანში არ შედის ის, რომ რაიმე ტიპის გადამოწმებელი ინფორმაცია გავავრცელოთ. ჩვენ ყოველ ჯერზე გვაქვს ცდილობა იმისა, რომ მოვისმინოთ დადასტურებული ინფორმაცია თუ რა მოხდა რეალურად. შემთხვევა მოხდა წმინდა სევერიან აჭარელის ქუჩის 61 ნომერში. დაახლოებით 1 საათის წინ შემთხვევიდან მალევე ვიყავით ამ ადგილზე და რაც მოვახერხეთ ის არის, ვიდრე პოლიციელები განარიდებდნენ თვითმხილველებს ადგილზე და ხელს შეგვიშლიდნენ მუშაობაში ინფორმაციის მიღებაში, რაც შევძელით არის ის, რომ ორი თვითმხილველი ჩავწერეთ, რომლებმაც გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა, ეს იყო საკმაოდ მაღალი ხმა და ადგილზე იხილეს დაჭრილი პირი ტროტუარზე ძირს გაგდებული სისხლის გუბეში, რომელიც ითხოვდა დახმარებას. სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოვიდა ადგილზე და მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მოხერხდა. კომენტარებში კითხულობენ, სად არის დაჭრაში ბრალდებული. ამის შესახებ ჩვენ ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია ინფორმაცია, თუ გვიყურებდით უწყვეტ რეჟიმში, ნახავდით იმას, რომ მქონდა არაერთი მცდელობა იმისა, რომ მიგვეღო შინაგან საქმეთა სამინისტროდან განახლებული დადასტურებული ცნობები, თუმცა პოლიციელები ტრადიციისამებრ არ თანამშრომლობენ მედიასთან, მათ შორის საზოგადოების ინფორმირებას არ უწყობენ ხელს. ამიტომ არ ვიცით ჯერჯერობით არის თუ არა დაკავებული ის პირი, ვინც გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობდა იმას, რომ ის პირი, ვინც დაჭრეს, ელოდებოდა მეუღლეს სალონში, იყო შესული ის ადამიანი და მეუღლეს გარე ტერიტორიაზე ელოდებოდა, რა დროსაც მას ესროლეს, თუმცა ამ დრომდე მთავარ კითხვაზე არ არის პასუხი, თუ რა იყო გასროლის მოტივი ან კონფლიქტის მოტივი.
სავარაუდოდ წინასწარი სიტყვერი შეელაპარაკება არ ყოფილა, რადგან მაღაზიის ერთ-ერთი კონსულტანტი ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ მხოლოდ გასტროლის ხმა გაიგონა, რომლის შემდგომაც გარეთ გამოსულს დახვდა უკვე ძირს გაგდებული ადამიანის სისხლის გუბეში. ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია, მათ შორის ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ექსპერტ კრიმინალისტებიც მომხდარის დეტალებს ადგილზე სწავლობენ, როგორც ასურათებენ ადგილზე, ასევე ეცნობიან მომხდარის დეტალებს და პარალელურ რეჟიმში სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების ამოღება მიმდინარეობს. სხვათა შორის ცოტა ხნის წინ პოლიციელები მობილურში უყურებდნენ შემთხვევის ამსახველ კადრებს, რომლებიც ჩვენ არ გვაჩვენეს. აქ არიან როგორც ფაქტით დაინტერესებული პირები, გამულელები, რიგითი მოქალაქეები, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნები, რიგითი პოლიციელები და ასეთი არის ვითარება ახლა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში არის ერთ-ერთი კერძო სკოლა, რომლის დაცვის თანამშრომელმა ჩვენთან საუბრისას ცოტა ხნის წინ აღნიშნა ისიც, რომ სკოლაში გაიგეს გასტროლის ხმა, ეს იყო საკმაოდ ძლიერი ხმა, რომლის შედეგადაც ბავშვები შეშინდნენ, ზოგიერთმა მათგანმა ტირილიც კი დაიწყო და ცდილობდნენ გაერკვიათ რა მოხდა რეალურად ეზოში, გარეთ გამოსულებს კი დახვდათ ეს ფაქტი. კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ, დაახლოებით 1 საათი სრულდება მას შემდეგ, რაც დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მათგან დამატებითი ინფორმაცია არ არის მოწოდებული, მათ შორის არ ვიცით გამოძიების მუხლები და ასევე არ ვიცით იმ პირის ჯანმრთელობის შესახებ მდგომარეობა, თუ როგორ არის ის ადამიანი.
ეს არის მიმდებარე ტერიტორია, სადაც როგორც მე კადრში ვხედავ, არის ერთ-ერთი ვიდეო კამერა, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ პოლიციელები აკვირდებოდნენ, სავარაუდოდ მოხდება ამ კამერების ამოღება. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი კამერის ჩანაწერები ამოიღეს, პირდაპირ ეთერში ცოტა ხნის წინ გაჩვენეთ. პოლიციელები მობილურში უყურებდნენ უკვე ამ კადრებს, თუმცა ჩვენ არ გვაჩვენეს ერთ-ერთი პირი მოქალაქე კომენტარში კითხულობს, რომელი ქუჩა არის, ეს არის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩა, 61 ნომერში მოხდა ეს შემთხვევა. და ეს არის ის ეზო, კორპუსის ეზო, სადაც ეს შემთხვევა მოხდა მიმდებარე ტერიტორიაზე. მისვლას აზრი არ აქვს, უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს, რომ ტერიტორიასთან მიახლოება შეგვიზღუდოს. პრინციპში ინფორმაციული თვალსაზრისითაც ადგილზე არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ ექსპერტ კრიმინალისტები მომხდარის დეტალებს სწავლობენ. შეგიძლიათ კომენტარები დაწეროთ, გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები, შეფასებები, რას ფიქრობთ, როცა ქალაქის ერთ-ერთ უბანში დღისით ასეთი ფაქტები ხდება, რით არის გამოწვეული, რა შეიძლება დავუკავშიროთ, იმიტომ რომ ასეთი კრიმინალური შემთხვევები ჩვენს საზოგადოებაში, რეალობაში უკვე უჩვეულო აღარ არის. ჩვენ კრიმინალური შემთხვევების შესახებ ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის. ამიტომ შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებებიც დაწეროთ კომენტარის სახით და ამით ჩვენ დაგვეხმარებით საზოგადოებრივი დიალოგის ფორმირებაში. ასევე საინტერესოა თქვენი მოსაზრებებიც ჩვენთვის. პარალელურ რეჟიმში კი შეგიძლიათ გააზიაროთ ეს ინფორმაცია, ეს პირდაპირ ეთერი, რათა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა იმის შესახებ, გაიგოს თუ რა ხდება მის გარშემო. მოკლედ, ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიაზე არის სიმშვიდე, განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს, რომ პირდაპირ ეთერში მოგიყვეთ ამის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 1 საათია ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათგან ვერ მივიღეთ ოფიციალური პასუხი, გადამოწმებული ცნობები. ძირითადად მათ შორის ვეღარ ვახერხებთ უკვე თვითმხილველებთან გასაუბრებას, რადგან ისინი ტერიტორიიდან განარიდეს პოლიციელებმა და ცდილობენ, რომ მედიას არ მიეწოდონ დამატებითი ცნობები მომხდარის შესახებ. ამიტომ ფიქრობ, რომ უკვე დროა, რომ დავასრულოთ პირდაპირ ეთერი, რადგან განახლებულ ცნობებს ვერ გაწვდით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირდაპირ ეთერის დასრულების შემდგომ ჩვენ ცხადია დაველოდებით ოფიციალური უწყების პასუხს, ასევე შევეცდებით, რომ ამ საქმეზე უფრო მეტი დეტალი მოვიპოვოთ და ცხადია აჭარა ტაიმსი ვებგვერდისა და ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით მომხდარის შესახებ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ნდობისთვის, ასევე მადლობა მინდა გითხრათ
იმისთვის რომ მუდმივად გვიყურებთ და თვალს გვადევნებთ გემშვიდობებით მშვიდობიან დღეს გისურვებთ ნახვამდის